უყვეთ ქვეყანაზე, რომელსაც საქართველოს მსგავსად აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რომლის ხელისუფლებასაც ჩვენი ქვეყნის მსგავსად ადანაშაულებენ პრორუსული პოლიტიკის გატარებაში, აქაც პროტესტია მთავრობის გადადგომის და ახალი არჩევნების მოთხოვნით. ჩვენ საუბრობთ სერბეთზე, ქვეყანაზე, რომელსაც მართავს ალექსანდრ ვუჩიჩი, რუსეთის ახლო მოკავშირე, რომელიც სხვათა შორის ერთ-ერთია იმ პრეზიდენტებს შორის, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს ოცნების პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს. ვუჩიჩის წინააღმდეგ გამოსვლები იყო არაერთხელ, თუმცა ეს შედეგამდე ვერ მიდიოდა. არის თუ არა ვითარება განსხვავებული ახლა, ან რა პროცესი შეიძლება დაიწყოს აქციების ფონზე პრემიერის გადადგომით. სერბეთის პრეზიდენტმა დღეს არ გამორიცხა, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდეს, საბარაუდოდ დროდ დაასახელა გაზაფხული, თუმცა ითხოვა 10 დღე საბოლოო პასუხისთვის. ვუჩიჩმა კატეგორიული უარი თქვა დროებითი მთავრობის შექმნაზე, რაც არის ოპოზიციის მოთხოვნა. თუმცა განაცხადა, რომ ახალი არჩევნები შესაძლოა აპრილში ჩატარდეს. ვალდებული ვარ დავასახელო კანდიდატი, რომელსაც მხარს დაუჭერს საპარლამენტო უმრავლესობა, ან ვინმე უნდა დამარწმუნოს, რომ მის ასარჩევად არსებობს საპარლამენტო უმრავლესობა. ამიტომ დავიწყებ მოლაპარაკებებს. ვფიქრობ 60 ადამიანზე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ არჩევნებამდე არ მივალთ. ასე რომ მხოლოდ 10 დღის შემდეგ, როდესაც გეტყვით არჩევნები იქნება თუ მთავრობის ფორმირება, მზად ვიქნები პრემიერის პოსტზე კანდიდატურების დასახელებისთვის. როგორც როიტერსი წერს, ეს განცხადება მკვეთრი შემოbrunებაა პრეზიდენტისთვის, რომლის პარტიამაც გაუძლო პროტესტს და მარტივად მოიგო წინა ვადამდელი არჩევნები 2023 წელს. შეძლებს თუ არა ახლა შეაჩეროს ეს პროცესი პრემიერის გადადგომით, თუ მას მაინც მოუწევს კიდევ უფრო დიდ დათმობაზე წასვლა. პრემიერი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა გუშინ, გადადგომის უშუალო მიზეზად მან არა კონკრეტულად აქციები, არამედ ახალგაზრდა სტუდენტზე მომხდარი თავდასხმა დაასახელა, რომელშიც საბარაუდოდ მართლ პარტიასთან აფილირებული პირები მონაწილეობდნენ. ვუჩევიჩის თქმით, უხილავმა ხელმა ჩაშალა დიალოგის შანსი, ამიტომ ახლა ასრულებენ ყველაზე რადიკალი დემონსტრანტების პოლიტიკურ მოთხოვნას. ნოვისადში წუხელ მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩემი უპირობო გადაწყვეტილებაა დავტოვო სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა. ამ დილით დიდი ხანი ვესაუბრე სერბეთის პრეზიდენტს, ყველაფერი განვიხილეთ და მან ჩემი არგუმენტები მიიღო. ფიქრობ, ამით ვაჩვენებთ პასუხისგებლობას, რათა არ გამწოვდეს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება და არ გაღრმავდეს საზოგადოებაში არსებული განხეთქილება. ვაჩვენებთ, რომ ვიღებთ პასუხისგებლობას და მზად ვართ ვითარების დასამშვიდებლად. მე და პრეზიდენტი ვესაუბრეთ ნოვისადის მერსაც. დღეს ისიც გადადგება და აიღებს თავისწილ პასუხისგებლობას. ამით ჩვენ ვასრულებთ ყველაზე რადიკალი დემონსტრანტების პოლიტიკურ მოთხოვნებს. ბოლო თვეების განმავლობაში ქუჩის დემონსტრაციების უწყვეტი ტალღა ვუჩიჩის ხელისუფლებისთვის ყველაზე დიდ გამოწვევად იქცა. საპროტესტო აქციები სერბეთში 2 თვის წინ დაიწყო. ვუჩიჩის პოლიტიკის წინააღმდეგ უამრავი პრეტენზია დემოკრატიის თუ თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, თუმცა ამჯერად დენთის კასრთან ასანთის გაკვრის ეფექტი ჰქონდა ნოვისადში რკინიგზის სადგურზე ბეტონის სახურავის ჩამონგრევას. ამ შემთხვევას 15 ადამიანი ემსხვერპლა. სტუდენტები, რომელთა გვერდითაც არიან ოპოზიციონერი აქტივისტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ამ ტრაგედიაში ადანაშაულებდნენ ხელისუფლებას, ამბობდნენ, რომ უხარისხო რემონტის მიზეზია კორუფცია. ნოვისადი სერბეთის სიდიდით მეორე ქალაქია, მისი სადგური ბოლო წლებში 2-ჯერ გარემონტდა, რეაბილიტაციის ეს პროექტი ნაწილი იყო მეგაპროექტისა, რომლებშიც მონაწილეობდნენ ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები. მათ შორის არის ჩინეთის სახელმწიფო კორპორაცია, ჩინეთის კომუნიკაციების მშენებლობის კომპანია, უფრო ზუსტად ეს არის იგივე კომპანია, რომელიც ანაკლის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორი კონსორციუმის წევრია. თავიდან საპროტესტო მოთხოვნა იყო გამჭვირვალე გამოძიება, პასუხისმგებელი პირების დასჯა. თუმცა როცა ხელისუფლებამ ამ მოწოდებას უმოქმედობით უპასუხა, ეს აქციები ითარგმნა მწვავე პოლიტიკურ შინაარსში, სტუდენტები ითხოვენ გარდამავალი მთავრობის შექმნას და აუცილებლად ვადამდელ არჩევნებს. ჩვენ აქ ვართ საერთო მიზნისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, კანონის უზენაესობისთვის და სიყვარულს ყველაფრის დამარცხება შეუძლია. ჯერა რომ ასეთი სიძლიერე, სიმშვიდე და შეუპოვრობა დაამარცხებს ბოროტებას. რა მიმართულებით არის საინტერესო პროტესტი სერბეთში? ეს დაიწყო უნივერსიტეტებიდან. სტუდენტები რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლოკავდნენ ბელგრადის უნივერსიტეტის ფაკულტეტებს. ბლოკირებული იყო 50-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტი 4 სახელმწიფო უნივერსიტეტში. რამდენიმე უნივერსიტეტის რექტორის ოფისი და 10-ობით საშუალო სკოლა.
შემდეგ იყო მაგისტრალების ბლოკირება. თავიდან ეს იყო ყოველდღიურად 15 წუთიანი სატრანსპორტო ბლოკადა. ყოველდღე დილის 11 საათსა და 52 წუთზე, ანუ ზუსტად იმ დროს, როცა ჩამოინგრა სადგურის ჭერი, მოქალაქეები დგებოდნენ მაგისტრალებზე მდუმარე აქციით. ბლოკადა ნელ-ნელა გახანგრძლივდა ბელგრადის ცენტრში, სლავიას მოედნის ახლომახლო ქუჩებზე ტრანსპორტი სრულად გააჩერეს. ათასობით ადამიანი შეიკრიბა საპროტესტო აქციაზე, რომელმაც შეავსო მთელი ეს მაგისტრალი გასცდა მოედანს. სტუდენტების წამოწყებულ პროტესტს ნელ-ნელა შეუერთდნენ ფერმერები, მსახიობები, პედაგოგები. ეს აქცია იწყებოდა 15 წუთიანი დუმილით, შეკრებილების ხსოვნის პატივსაცემად, შემდეგ ანთებდნენ მობილურ ტელეფონებს, მაღლას წევდნენ მათ და შემდეგ უკვე იწყებოდა სასტვენების და ვუვუზელების ხმაური დაახლოებით 9 საათის განმავლობაში. Against students has escalated. Several I time smo ispunili i one najpolitičkije zahteve dela najekstremnijih protestanata. ამ აქციებსაც დროდადრო თავს ესხმოდნენ ადგილობრივი ტიტუშკები, ხელისუფლებასთან აფილირებული ძალები. თქვათ ისიც, რომ პროტესტის დაწყების შემდეგ ნოვი სადის უმაღლესმა პროკურატურამ მგრევაზე პასუხისმგებელი 11 ადამიანი დააკავა. მათ შორის იყვნენ მშენებლობის, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, ასევე სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ყოფილი დირექტორი, თუმცა ეს ნაბიჯები დაგვიანებული აღმოჩნდა და აქციის მონაწილეებმა ეს საკმარისად აღარ ჩათვალეს. კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ სერბეთი ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, სერბეთის ოპოზიციური პარტიები და უფლებადამცველები ვუჩიჩს და მის პარტიას ამომრჩევლების მოსყიდვაში, მედიის თავისუფლების შეზღუდვაში, ოპონენტების მიმართ ძალადობაში, კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში ხშირად ამხელებენ. პარალელურად საინტერესოდ ვითარდება მოვლენები რუსეთის მოკავშირე კიდევ ერთ ქვეყანაში, სლოვაკეთში. სლოვაკეთშიც ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა ქუჩებში პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს წინააღმდეგ. ისინი აპროტესტებდნენ საგარეო კურსს, რომელიც რუსეთთან დაახლოებისკენ არის მიმართული. ევროკავშირის და ნატოს წევრი სლოვაკეთის პოპულისტ სოციალისტი პრემიერ-მინისტრი ფიცო კარგ ურთიერთობაშია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან. ფიცო უნგრელ კოლეგა ვიქტორ ორბანთან ერთად აკრიტიკებს ევროკავშირის პოლიტიკას რუსეთის მიმართ და უკრაინის მხარდაჭერას. აქციები იმართება სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში, მათ შორის ყველაზე მასშტაბური დედაქალაქში ბრატისლავაში. კმარა ფიცო ვერ გაგვაჩუმებთ სლოვაკეთი ევროპა, ასეთი შეძახელები ისმის აქციაზე, სადაც უჭიროთ პლაკატები, სადაც ფიცო პატიმრის ფორმაში ჩანს იმის სათქმელად, რომ ქვეყანას მართავს პუტინთან გარიგებული კრიმინალი. პროტესტი გამწვავდა მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში ფიცო მოსკოვს ეწვია და გახდა მესამე პოლიტიკური ლიდერი ევროკავშირიდან, რომელიც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ ეახლა ვლადიმერ პუტინს. ახლა ფიცო უკრაინასთან კონფრონტაციულ რეჟიმშია, დაპირისპირების საგანია გაზის ტრანზიტის თემა. უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით 2025 წლის 1 იანვრიდან შეწყდა ქვეყნის ტერიტორიის გავლით ევროპაში რუსული ბუნებრივი გაზის ტრანზიტი. სლოვაკეთი ტრანზიტის აღდგენას ითხოვს 28 იანვარს ფიცომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უწოდა მტერი და კიდევ ერთხელ დაიმუქრა, რომ ის დაბლოკავს ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარებას. ჩვენი მტერი არის ზელენსკის, ვნებს სლოვაკეთს, ასე თქვა მან. ზელენსკიმ უპასუხა, რომ ფიცო ირჩევს მოსკოვს ნაცვლად ამერიკისა და სხვა პარტნიორებისა, რომლებსაც შეუძლიათ მისი ქვეყანა გაზით უზრუნველყონ კომერციული პირობებით. ზელენსკი გულისხმობს ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის თქმით შესაძლებელს ხდის ევროპაში ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის ექსპორტის გაზრდას. ტრამპი ევროკავშირს მოუწოდებს შტატებიდან მეტი ნავთობი და გაზი შეიძინოს თუ სურს ტარიფების თავიდან აცილება და კვლავ დაუბრუნდეთ ფიცოს ვიზიტს პუტინთან, რადგან სწორედ ეს იყო რეაქცია რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ ზელენსკის განცხადებაზე. ფიცოს ვიზიტი იყო ერთობლივი განცხადების და შემაჯამებელი პრესკონფერენციის გარეშე. მოგვიანებით მან დაწერა სოციალურ ქსელში, რომ პუტინისგან მიიღო მზადყოფნა გააგრძელოს გაზის მოწოდება დასავლეთსა და სლოვაკეთში, თუმცა ეს არის შეუძლებელი კიევის პოზიციიდან გამომდინარე, ვნახოთ მხოლოდ ოფიციალური კადრები, რომელიც გავრცელდა.
ამ ვიზიტის გამო ფიცო უმწვავესად გააკრიტიკეს. ყოფილმა პრემიერმა ერთგვარი პოლიტიკური მეტსახელი მოღალატე კვერნა შეარქვა, ასე უბნებოდა საერთაშორისო მედიას. როგორც გითხარით, ფიცო იყო მესამე ლიდერი, რომელიც ჩავიდა მოსკოვში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. პირველი ორი იყო ავსტრიის კანცლერი და ფიცოს პოლიტიკური მოკავშირე ვიქტორ ორბანი. და ბოლოს მოკლედ ვთქვათ ვიქტორ ორბანზეც ირონიულია, რომ პუტინმა ერთ-ერთ კონფერენციაზე ფიცოს და ორბანს უწოდა უკანასკნელი ევროპელი ლიდერები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული შეერთებულ შტატებზე. თუმცა ამ შეფასებას ორბანი ალბათ აღარ აკმაყოფილებს. ცნობილია მისი და ტრამპის კარგი ურთიერთობის შესახებ. 2 დღის წინ ორბანმა მხარი დაუჭირა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების კიდევ 6 თვით გაგრძელებას. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც შტატების 57 პრეზიდენტის პირველივე საჯარო განცხადებიდან მკაფიო გახდა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შესაძლოა არა თუ გაუქმდეს, არამედ ბევრი მიმართულებით გამკაცრდეს კიდეც. შედეგად უნგრეთმა, რომელიც ევროკავშირში მოსკოვის მთავარ მოკავშირედ მიიჩნევა, უარი თქვა ამ შემთხვევაში პრორუსულ პოზიციაზე. ბლუმბერგის ცნობით, სანქციების გაგრძელება მხოლოდ იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ორბანმა ვეტო არ გამოიყენა.